მოგესალმებით, არხის გამომწერებო ვაგრძელებ ვიდეოების ჩაწერას, რომელიც ეძღვნება ძირითადად ძაღლის ცნას, ოღონდ ყურადღება არის გამახვილებული ფრინველის ძაღლის აღზრდაზე, გაცვნაზე, რომელიც ორიენტირებული არის ძირითადად ნადირობებისთვის, ძაღლის ზოგად ცნას ცოტა სხვა მიმართულებაა და სხვანაირი სწავლებები სჭირდება, მე მაქვს გამახვილებული ყურადღება იმაზე თუ როგორ უნდა ვიადიროთ ფრინველის ძაღლზე და რას უნდა ემსახურებოდეს ფრინველის ძაღლი, რას უნდა აკეთებდეს ნადირობის დროს. დღეს მინდა შევახეთ თემას, რასაც ქვია ფრინველის მოტანა, აპორტირება, ესე ვთქვათ, და რა გჭირდება იმისთვის, რომ ვასწავლოთ ძაღლს კარგი აპორტირებისთვის. გვექნება რამოდენიმე მაგალითი, გვექნება ვიდეო ჩაწერები, სადაც ნაბიჯ-ნაბიჯ გავივლით ყველა გზას, რომ ჩვენმა ძაღლმა ლეკმა ისწავლოს იდეალური მოტანა. როგორც წესი, პირველი სეზონის ძაღლს, ანუ ერთ წლამდე ძაღლს ფრინველის მოტანა არ ევალება და ამისთვის არის გარკვეული მიზეზები. იქედან გამომდინარე, რომ ძაღლი არის ძალიან ახალგაზრდა ამ პერიოდში, ანუ როდესაც არის წლის პირველი სეზონი, როცა არის მისთვის და შეიძლება თუ ძაღლს მივცემთ საშუალებას, რომ ფრინველი მოიტანოს მონადირებული, პირიქით სავალალო გამოხდეს, იქედან გამომდინარე, რომ შეიძლება იყოს ფრინველი დაჭრილი, შეიძლება იყოს სისხლიანი და ლეკვის ცდუნება ვერ გაუძლოს და მოხდეს ფრინველის დაზიანება ან უნებლიე გადაყლაპა. აქედან გამომდინარე, თუ არ გვექნება სათანადოდ გავლილი და ჩატარებული წვრთნები იმისთვის, რომ ძაღლმა იდეალურად მოგვიტანოს ნანადირები, სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ. ძალიან ბევრი კითხვები მესმის და ძალიან ბევრი მეკითხება, თუ როგორ შეიძლება მივაღწიოთ იმას, რომ ძაღლმა იდეალურად მოგვიტანოს ნანადირები ფრინველი. ბევრი მაგალითები არის ინტერნეტში, რა გზითაც, რა მეთოდითაც გინდათ შეგიძლიათ ეს ასწავლოთ, მაგრამ ძირითადად ნებისმიერ მცნელს უცხოელი იქნება, ძირითადად უცხოური მასალა არის, როგორც რუსულ ენაზე, ისე ინგლისურ ენაზე, საბოლოოდ, რომ ესე დეტალურად აგიხსნას, რა არის შემდეგ კეთება, ან როგორ შეიძლება სასურველ შედეგს მივაღწიოთ, ცოტა იზარებენ პასუხისგაცემას, ან აგვიანებენ, ან საერთოდ გაიგნორებენ, ან ითხოვენ თანხას ამაში. მე ვეცდები ჩემი გამოცდილებით, ჩემი მაგალითით გაჩვენოთ და გასწავლოთ, როგორ შეიძლება, საიდან შეიძლება დავიწყოთ და სად მივიდეთ, რომ ძაღლმა იდეალურად მოგვიტანოს ნივთები. ეს ნინა არის ჩემთვის მეორე ძაღლი, რომელსაც ვასწავლე უკვე ფრინველის მოტანა. ამის წინ ჩემი პირველი ძაღლი იყო ნინას დედა, ლუსი, რომელსაც იდეალურად მოქონდა და იქ მაგალითებს გავაკეთებ მესამე ძაღლზე, ნინას დაზე, ალმაზე, რომელიც ჩემი მეგობრის ძაღლი არის, რომელსაც საერთოდ არ იცის მოტანა. მოტანა იცის იმ დონეზე, რასაც ზოგიერთები კმაყოფილდებიან ეზოში გადაგდებული ნივთის მოტანა, ეზოში გადაგდებული ფრინველის მოტანა, ან ეზოში გადაგდებული ღვთის მოტანა, მხოლოდ ამ დონეზე, ან იმასაც არ ასრულებს. მეკითხებიან იმას, რომ თუ სახლში მოქონდა ძაღლს, ეზოში მოქონდა, როცა გაყავთ ძაღლი ან ძაღლი სანადიროდ და მე უკვე მინდორში აღარ მოაქვს ფრინველი, რატო ხდება ეს და რა არის ამის გამოწვევის მიზეზი? ამის გამოწვევის მიზეზი ის არის და ძირითადი მიზეზი ის არის, რომ ძაღლს არ აქვს სრულყოფილად ათვისებული მოტანის პრინციპები, აპორტირების პრინციპები. აქ არის სამი ფაქტორი, ერთი ბრძანება, მეორე ჭერა და მესამე მოტანა, რომელი სამივე ფაქტორი ძალიან ძირფისეულად უნდა კონდეს ძაღლს ათვისებული. ოღონდ თითოეულ ფაქტორს კიდე რამოდენიმე დანაყოფი აქვს, როგორც შეიძლება ეს ფაზები შეისწავლოს რა. იგივე ბურთის გადაგდება, თუ ლეკობაში ვავარჯიშებ ძაღლს, ბურთს გადაუგდებ და მოაქვს, ეს იმას არ ნიშნავს ამით ნუკდაყმაყოფილდებით, რომ მინდორში ძაღლს გაიყვანთ, ფრინველს მოინადირებ და ის ძაღლი აუცილებლად გადაგდებული ბურთით ფრინველსაც მოიტანს, რაც დიდად არ არის გამორიცხული, მე ესე ვიტყვი, არის ძაღლები, რომელსაც გენეტიკურად აქვს, შეიძლება ქონდეთ თანდაყოლილი ეს ჩვევა, რომ ფრინველი მოქონდეთ, მაგრამ თუ ეჩეხებით იმ პრობლემას, რომ არ მოაქვს ძაღლს, რა უნდა ვქნათ, ხო? არის დაახლოებით 20-მდე ნაბიჯი, 20-მდე გაკვეთილი იქნება, რის შემდეგაც უკვე ძაღლს ასე თუ ისე შეიძლება ნივთის მოტანა. მომეცი? აქ მინდა გამომახვილო ყურადღება იმაზე, რომ თუ ძაღლი აი ამ დონეზე არ ასრულებს ბრძანებას, როგორც ნინა აკეთებს,
ანუ თუ აკვირდებით, მომეცი. აპორტ. ოჩა, მომეცი. აპორტ. მომეცი. ანუ მინდა დააკვირდეთ და დაინახოთ, რომ ძაღლი ბრძანების შემდეგ თავს წევს ნივთისკენ და იღებს, ანუ იმდენად კარგადაა გათვისებული ეს ბრძანება, რომ მხოლოდ ამის შემდეგ იღებს ნივთს. აპორტ. კაი, მაგი მე. აპორტ. სადა ხარ? მომეცი? არა. აპორტ. აი აქ კარგად ჩანს, როგორ იწევა ნივთისკენ და ეს ნივთი რამდენად მყარად უჭირავს. ანუ ამისთვის რომ გავიგოთ ნივთი მყარად უჭირავს თუ არა, გვაქვს ესეთი თოკი ამ სატარებელზე და ვქაჩავთ და ვხედავთ, რომ ძაღლი პირდან არ აგდებს ნავნიც. თუ ამ დონეზე არ მივახცევთ ნივთების ტარებას, გაგვიჭირდება, რომ ძაღლმა ფრინველი საკმაოდ მყარად დაიჭიროს და ჩვენ მოგვიტანოს. თან ისეთ პირობებში, როგორიცაა თქვათ, ნადირობთ მომეცი? ნადირობთ ტბაზე, სადაც ძაღლს უნდა მოუწიოს ტბის რაღაც მონაკვეთის გაცურვა, შემდეგ მივიდეს ისევ ნაპირზე, ფრინველი აიღოს და მოგვიტანოს. ამიტომ არის ძალიან ბევრი სავარჯიშოები საკეთებელი, რომ ამ შედეგს მივაღწიოთ. ძირითადად ჩვენ კმაყოფილდებით იმით, რომ მწყერზე ნადირობისას ძაღლი ხედავს ფრინველს, რომელიც ჩამოვარდა, ძაღლმა კარგად დაინახა, მივიდა და თუ აქვს გამძლეობა, რომ ის მოიტანოს ან მოგვიტანა, ფიქრობ თუ ეგ მოტანილი აქვს ნივთი. შეიძლება ამით დაკმაყოფილდეთ, თან გვინდოდეს, რომ ეგ მოტანა იყოს, ვიღაცა იყოს ამის კმაყოფილი, მაგრამ თუ ერთი ფრინველი, თქვა მარცხნივ ჩამოვაგდეთ, მეორე ფრინველი მარჯვნივ ჩამოვაგდეთ, ერთი დაინახა და მოგვიტანა და მეორე ვერ დაინახა, უნდა შეგვეძლოს მეორე მიმართულებითაც ძაღლის გაგზავნა და იქ იმ ადგილზე, სადაც ჩვენ დავინახეთ, რომ ფრინველი ჩამოვარდა, იქიდან მოგვიტანოს. უფრო რთული პირობები არის, როგორც ვიცით, თქვა იხზე შეიძლება როდესაც მოგვიწიოს უკვე ნადირობა და კანონმა დაუშვას გნოლზე და კაკაბზე, იგივე კურდღელზე შეიძლება ხევში მოგვიწიოს ხევიდან კურდღლის ამოტანა და ეს ჩვენ ძაღლს უნდა შეეძლოს რა. ძაღლს ევალება თუ არ ევალება მოტანა, ძაღლს არაფერი არ ევალება, არ არის იძულებული და არ არის ძაღლს არ ევალება ესე ვთქვათ მოტანა, ეს არის ისთვის, რომელიც უნდა ჩვენ ვასწავლოთ და კარგად ავათვისებინოთ რა. აპორტ. მომეცი? აპორტ. კიდე რის თქმა შეიძლება, ვიჩქარებთ, რომ ძაღლს ვაჩვენოთ, რომელიც ახალგაზრდა არის, აუცილებლად მკვდარი ნანადირევი რომელიმე ფრინველი და ვეცადოთ იმის მოტანა, იმიტომ რომ მკვდარ ფრინველი საერთოდ სხვანაირად აღიქმება ძაღლისთვის, სხვადასხვა ნივთები სხვადასხვანაირად აღიქმება, ამიტომ უნდა გქონდეს თავიდან ბოლომდე ათვისებული ეს ბრძანება, რომ ძაღლმა იცოდეს ნებისმიერი ფრინველის მოტანა. მომეცი? დარჩი? მაგალითისთვის მე გაჩვენებ თუ რა ხელსაწყოებს ვიყენებ, რომ ძაღლი ვავარჯიშო, ბევრი არაფერი არ არის, ეს ნივთები არის ისეთი, რომელიც მე თვითონ ამაქვს კუსტარულად გაკეთებული, თქვენ შეგიძლია იგივე დაამზადოთ, ეს არის ჩვეულებრივი სამღებრო ჯაგრისები, გაჩვენებთ, რომ ყველა ზედაპირი ამ ჯაგრისებს სხვადასხვანაირი აქვს და ყველა ჯაგრისის პირშიდება ძაღლს სხვანაირად აღიქვავს. აპორტ. მომეცი? ოჩა. აპორტ. მომეცი? აპორტ. ოჩა. მომეცი? სხვადასხვა ნივთები რა, აპორტ. აუცილებლად უნდა შეეძლოს მყარად ეჭიროს. ოჩა. მომეცი? აპორტ. აპორტ. ოჩა, კარგიკო. ძალიან მნიშვნელოვანია მივაქცევროთ ყურადღებას, რომ ტუჩები არ მოყვეს კბილებს შორის. მომეცი? ოჩა. აპორტ. მომეცი? დავაკვირდეთ, რომ სანამ ბრძანებას არ ვაძლევთ,
ძაღლი ნივთს პირს არ უშვებს, აპორტ. ესე შეგვიძლია თავთან მოუტაროთ ხელები, მოვახდინოთ მისი პროვოცირება, მაგრამ სანამ არ მიცვებ ბრძანებას, რომ მომეცი, პირი არ უნდა გააღოს მანამდე. აპორტ. არა, მომეცი. აპორტ. გეჭიროს, ყოჩო. მომეცი. ეს ცოტა მძიმე ნივთია, აპორტ. გეჭიროს. ყოჩო, კარგი ქოქო. მომეცი. ესე სხვადასხვა ნივთებით, როგორც კი მივახცევთ შედეგს, აპორტ. ყოჩო, გეჭიროს. ეს ზედაპირი ძალიან არ სიამოვნეს, მაგრამ ახლა ვაჩვევთ ნენელა. მომეცი. აპორტ. მომეცი. აპორტ. აპორტ. არ არის ეს. აია. აპორტ. მომეცი. აპორტ. ოჩ. კარგიკო. მომეცი. აპორტ. მომეცი. ძირითადად ხდება ესე, რომ ნივთს უგდებთ ძაღლს ან ლეგს და გვაიგნორებს, არ მოაქვს ნივთი. ერთხელ გადაუგდებთ, თქვათ მოიტანა, ორჯერ გადაუგდებთ, მოიტანა, ჩვენ გონია, რომ ძაღლმა უკვე კარგად იცის ეს ბრძანება და მოაქვს ნებისმიერი ნივთი, მესამედ გადაუგდებთ და არ მოგვიტანს და ეს ისევე ვაგდებთ მეოთხეჯერ. ამით ძაღლი ხვდება იმას, რომ მე თუ ერთხელ გავატარე და არ მოვიტანე ეს ნივთი, შეგვიძლია მეორეთაც გავატარო. ანუ იმის მაგივრად, რომ ჩვენ ვასწავლოთ მას თუ ეს ბრძანება რას ნიშნავს და რა უნდა მოექმედოს, ამის მაგივრად კიდევ და კიდევ უშვებთ ისე ბრძანებაზე, რომელიც ძაღლმა არ იცის და არ ასრულებს ამ ბრძანებას, ამიტომ ხდება შემდეგ მინდორში ხშირად გამეორება. მომიტანე აპორტ რაღაც, რომელიც ძაღლმა საერთოდ არ იცის. ამიტომ თავიდანვე ჯობია საფუძვლიანად მიუდგეთ და ვასწავლოთ ეს ნივთების მოტანა, რომ შემდეგ ნადირობისთვის კარგი შედეგი მივიღოთ რა. აპორტ. ოჩა. არასოდეს ახლა ჩემ ძაღლს, მომეცი, არც სამღებრო სამუშაოებს გააკეთებს, არც გაყვანილობას გააკეთებს, არც სანტექნიკის სამუშაოების გააკეთება მოუწევს და არც ეზოს დაგვა მოუწევს, არც ბორჯომის დალევა მოუწევს ნაბახუსებს რა, მაგრამ ნებისმიერი ნივთი, რაზეც არ უნდა მივანიშნოთ, ძაღლმა დიდი სიხარულით უნდა პირი გააღოს და ნივთი აიღოს. აპორტ. კარგი. აპორტ. ოჩა. ეხლა რაც შეეხება პირველ ნაბიჯს, პირველ გაკვეთილს, რომელსაც მე ჩავატარებ, ეს იქნება მომეცი, ნინას და ალმა, რომელსაც ნაკლებად აქვს ცნობა გავლილი, საერთოდ არ იცის. ეს ბრძანება ეზოში გადაგდებულ რამოდენიმე ნივთს შეიძლება მოიტანოს, ან არ მოიტანოს, ან ეზოს პირობებში შეიძლება ფრინველი მოიტანოს, მაგრამ მინდორში როგორც კი ნადირობთ, მიდის ჩამოვარდნილ ფრინველს ნახულობს და საერთოდ აიგნორირებს რა. დავიწყეთ პირველი ნაბიჯით, ეტაპობრივად გავყვებით და ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ. სეზონისთვის უკვე ალმა ისე უნდა იყოს, რომ ჩამოვარდნილი მწყერი უნდა მოგვიტანოს რა. ალმა არის 3 წლინახევრის, ასე რომ ძაღლი 1 თვის, 1 წლის, 3 თვის თუ 8 თვის კიდევ ვიმეორებ, ერთნაირად იმახსოვრებს ყველაფერს. ამიტომ შეგვიძლია რომ ამას აქშიც ვასწავლოთ ნივთების მოტანა, თუ უფრო ადრევი ასაკიდან დავიწყებთ. ეგ კარგია, მაგრამ ეს აიმას არ ნიშნავს, რომ პირველივე სეზონზე ძაღლს გაუშვა და ფრინველი მოვატანინოთ, თუ არა ვართ დარწმუნებული ფრინველთა შეხება ძაღლთან, ძაღლის ფრინველთა შეხება რა შედეგს მოგვიტანს რა, კარგად უნდა ვიყოთ ამაში დარწმუნებულები. თუ ამ ნაბიჯებს თავიდან ბოლომდე გავყვებით, რომელიც ესე რაღაც სხვადასხვა ნივთებით იწყება და ბოლოს მთავრდება ცოცხალი ფრინველით, თუ აქამდე მივალთ, აუცილებლად კარგი შედეგი ექნებათ
ნადირობისას. ეხლა მოვიყვან ალმას და დავიწყებ პირველ გაკვეთილს რა. ალმა არის ზუსტად ნინას ტყუპისცალი 3 წლინახევრის. ალმა არის დიპლომირებული, აქვს მესამე ხარისხის დიპლომი, არის ფრიადის ზაღლი, როგორც წეგან აგიხსენით, უბრალოდ ეზოში გადაგდებულ ფრინველს მიდის და შეიძლება მოგიტანოს ალბათ 10 გადაგდებიდან 2-ჯერ არ 3-ჯერ. როგორც გითხარით, ვიწყებთ იმით, რომ რითი უნდა დავიწყოთ და დღეს არის პირველი ნაბიჯი. თუ ესეთი მაგიდა არა გაქვთ და არ გაქვთ ისეთ საშუალება, რომ ესეთ მაგიდაზე დასვათ ზაღლი, ეს უბრალოდ იმიტომ, რომ მე ვიდეო გადაღებები მოვახდინო და უბრალოდ გამართულ მდგომარეობაში რო იყო. მაგისთვის ვხმარობ ესეთ მაგიდას და მეორე შეგვიძლია ჩვეულებრივად სკამზე დავჯდეთ და იგივენაირად გავაკეთოთ ეს ვარჯიში. ეხლა რითი ვიწყებთ? სექცია უნდა იყოს აუცილებლად ძალიან მოკლე, არ უნდა იყოს ძაღლისთვის დამღლელი, არ უნდა იყოს დამდრგუნელი, არანაირი ზემოქმედება, არანაირი ყვირილი, არანაირი ჩხუბი პირიქით, რაც შეიძლება ძიღი დავაწყნაროთ, ესე ყურის ძირზე ძალიან მოწონ ძაღლებს მოფერება, რითაც ისინი მშვიდდებიან და წყნარდებიან და რას ვაკეთებთ? პირველი ნაბიჯის დროს არანაირ ბრძანებას არ ვასრულებთ. პირველი რაც არის, ვცდილობთ, რომ ალმამ პირი გააღოს და ჩვენი 2 თითი. აი საჩვენებელი თითი და შუა თითი რამენაირად რამოდენიმე წამი მაინც პირში გააჩეროს. ნახოთ აბა რა გამოგვივა. როგორც კი ნახავთ, რომ თქვა 1 წამი, 2 წამი ძაღლი გაჩერდა ამ პოზაში, გააჩერა პირი და არ დაიწყო თავის ქნება, ეგრევე თითოს პირიდან უღებთ. კიდევ ერთხელ ეს არის პირველი გაკვეთილი. ალმასთვის დღეს პირველად ვაკეთებთ, პირველად ვიწყებთ და ვნახოთ რა გამოგვივა. საყელო დაგვეხმარება იმისთვის, რომ თავი ავაწევინოთ, აი ესე ცოტა შემოვაფხიზლოთ და ვიწყებთ, ვაღებინებთ პირს, ნახეთ არ სიამოვნებს, აი ნახეთ დაიწყო თავის ტრიალი, გვეწინააღმდეგობა, ჩერდებით ეგრევე. ეს ერთი. დაახლოებით 6-7 ჯერ მოგვიწევს ესე გაკეთება და შემდეგ უკვე რაღაც მომენტში პირს გააჩერებს, ეგ ერთი. აბა ვნახოთ რა სიზავს კიდე მეორედ, ისევ ჩაუდეთ ზედა 2 თითი პირში, ქვევიდან ესე ვიჭერთ, ნახეთ გვეწინააღმდეგება, მაგრამ ძალიან ძალას არ ვხმარობ. ოდნავ ვაჩვევთ, რომ ძაღლმა თავი გააჩეროს და იგზოსო პირში 2 თითი აქვს. ქვედა წერა თითით ვეხმარებით და ზედა 2 თითს რამენაირად არა გაჩერდია, გაგჭირს. ეს არის მისი წინააღმდეგობა, არ მოწონს ეს პროცესი, მაგრამ ნელა შედეგამდე უნდა მივიდეთ რა. ისე უღებთ პირს. როგორც კი ესე ყელში წავარტყავთ, რაღაცნაირად წდარდება, პირი გააღო, ეცადოთ, რომ ნახოთ, რომ ტუჩები არ მოყვეს, აი, კიდევ გვეცით, აი, გაჩერდა, იმ წუთში გავჩერდით. ჩვენც პირი პირიდან თითები გამოვახედეთ. ოჩ, ისევ დავაწყნაროთ შეგვიძლია, იმიტომ რომ მისთვის სტრესია, ეზოში დარბოდა, თამაშობდა, უცებ შემოვიყვანია, პირს ვაღებინებ და თითებს თხრით ესე ვთქვათ პირში რა. ამიტომ ვისაც ყავს პატარა ლეკვები, პატარები 3 თვის, 4 თვის, მე მაგალითად ყავს კიდე ერთი ლეკვის სახში, რომელზანაც უკვე ეს ვარჯიში დავიწყე, ეს იქნება საფუძველი, საზირკველი ჩაყრილი მის რო, შემდეგ უკვე გამიადვილდება მასთან მუშაობა. ისე როგორც კი დაწნარდა მივხვდით, ოდნავ ვაღებინოთ პირს და ნახეთ, უკვე ისე თავს აღარ იქნევს. ოჩა ალმა შვენიერი, გავჩერდით. უნდა მივახციოთ იმას, რომ ალმამ პირი დაკეტოს და რამოდენიმე წამი დაგვემორჩილოს ამ 2 თითით პირში ჩადებული რა. ისე დავაწყნაროთ, გავახალისოთ, არ უნდა იყოს ზაღლი დათქუნული, კუც ათამაშებს, არის ხასიათზე, ისე, აბა ვნახოთ, ნელა ალმა. აი, უკვე აი დაკეტა პირი, всё, ეგრევე გავუშვით. ოჩ, კარგი გოგო ხარ. ეს მესამე თუ მეოთხე იყო. ოჩ, კიდე ერთხელ ალმაზე ბრძანება მივცეთ, რომ დაჯდეს რაღაცა ზედმეტია, იმიტომ რომ არა აქვს ჯდომის ბრძანებას მიჩვეული არ იცის
არა აქვს გამძლეობა, თანდათან ეგეც უნდა მივაჩვიოთ, იმიტომ რომ ფრინველს როგორც კი მოგვიტანს, შეიძლება დავსვათ და მე რომ მოგვაწოდოს, ან მოვიდეს და მოგცეს, მაგრამ თუ დაჯდება მოგცემს, კარგი იქნება. დაუჭირეთ, ნელა, წნარ, ოჩ. ნელა, აი, ნელა. უნდა ოჩ, აი, უკვე გაჩერდა. ოდნავ გაჩერდა. მიახლოებულია იმასთან, რა შედეგსაც უნდა მივახციოთ, ისევ გავეთამაშეთ. ოჩ. შეგვიძლია შუალედში ახლა კიდე ერთ-ორჯერ გავაკეთებ, მე გავუშვებ, რომ ძალიან არ დაიღალოს, არ დაიტვირთოს და ისევ ამოვიყვან მაგიდას. აი, უკვე დაწნარდა. ყოჩა, კარგი გოგო. ეს იყო პირველი შედეგი, ერწმუნეთ, პირველი გაკვეთილია ნამდვილად. დაინახეთ, რომ წეღან 5-6 ჯერ ნელა თავსაქნიო და ეხლა უკვე პირში თითები გააჩერა, 2 წამი დაჩერდა და ჩვენც გამოვუხეთ. ეს არის პირველი ნაბიჯი. კიდევ შეგვეწინააღმდეგება, მაგრამ ნახეთ, ნელა ალბათ. ოჩ, არა, უჩხუბო. ოჩა, ნელა. ნახეთ. უკვე გაჩერდა. ოჩა, კარგი გოგო. შვენიერი, ეხლა გავახალისებ, მოდი. კარგი გოგო ხარ, ცოტა ხანი გავუშვებ. გაიაროს რა არ დაიძაბოს. და ამ გაშვება გათამაშების შემდეგ კიდევ ვეცდები რომ 5-6 ჯერ გავაკეთო და მივაღწიო 3-ჯერ მაინც იმ შედეგს რომ 2 თითის ჩადებით გაჩერდეს და დღეით ეს პირველი ვარჯიში მორჩება. მოდი ალმა ჩემთან. ოჩ, კარგი გოგო, მოვიდა. ისე ხასიათზია. სამწუხაროდ ალმა არც ახტომა იცის მაგიდაზე. მაგრამ ნელა ყველაფერს ვისწავლე. ნელა, ნახეთ. ნელა, არა, წნარად. ოჩ, არა, ნელა. შევ, ოჩ. ეს ერთი, ოჩა. დააკვირდით, რომ კიდევ თითებში, ტუჩებს და კბილებს შორის ტუჩები არ მოყვეს კბილებს და თითებს შორის, რომისთვის ძალიან მტკივნეულია, ამიტომ ძალიან მთხილად, აი, შევ. გაიჩერა თითებში. ყოჩა, კარგი გოგო. ეს 3 თხილად მოიცა, აბა კიდე. ნელა. ეს იმიტომ აქნევს თავს ძირითადად, რომ ტუჩები ყվება, ნელა. წნარად. ნახეთ, ხაც მოყოლილი აქვს ტუჩები. უკვე წნარადაა. ესე გვიჭირავს ზევით 2 თითი, ქვევით 1 თითი და უშვებთ. ძალა არ უნდა დავატანოთ, არ უნდა მივიყვანოთ იმ დონემდე, რომ ძაღლმა თავის ქნევა დაიწყოს და რამოდენიმე მე-4 გაკვეთილის შემდეგ უკვე მიხვდება, რომ თითები მისთვის დისკომფორტი არ არის. არანაირი ბრძანება, ჩაიდო 2 თითი, წნარად. ნელა. წნარად. შეგვიძლია შევაფხიზლოთ, всё. ყოჩა. ესო 3. კიდე 5-ჯერ გავაკეთებ და ამით მოვჩებით რა. აბა ვნახოთ რა გოგო ხარ, წნარად. ყოჩა, ტუჩები ყובה, ძირითადად ეგ არის მიზეზი. всё, წნარად. ნახეთ, ეს არის უბრალოდ შეხსენება, არც დაჯდა, არც გაბრაზება, უბრალოდ შეხსენება, რომ თავი გააჩეროს, მოითმინოს. ყოჩა, შვენიერი. ზუსტად 3-ჯერ გავაკეთეთ. ეხლა და დღეს ამით მორჩებით. წნარად. ნელა. ნელა. წნარად. ეს 1, არა, წნარად. 1, 2, 3. 3 წამი გაჩერდა. ისევ გამოვხ. ეს 1, კიდე 2-ჯერ, წნარად ამა. წნარად. 1, 2, 1,
2 3 შვენიერი ყოჩა ეს 2 კიდევ ერთხელ და ეს უკვე შედეგია ეს ის შედეგია რომ დაახლოებით 5-6 შეიძლება ზოგს 5 ზოგს 6 ზოგს 3 შეიძლება 8 ვარჯიში დაგჭირდეს და მივხვდი მე უკვე ნახავთ რომ ჩვეულებრივად უპრობლემოდ 2 თითის ჩადება და გაჩერება პრობლემა არ იქნება გავასწორეთ ტუჩები და 1 2 3 ოკეი კარგი გოგო ხარ ჩახტიმი დღეისთვის სულ ეს იყო მოდი ჩამ დიდი მადლობა რომ მიყურებთ გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი მოიწონოთ ჩემი ვიდეოები მოკლედ ვიწყებთ მოტანის ვარჯიშებს ალმაზე გავალთ ბოლოში დაგჭირდება დრო ზუსტად ვერ ვიტყვი რა დრო დაგჭირდება როგორ აითვისებს რანაირად აითვისებს თითოეულ ვარჯიშს რამდენი დრო მოჭირდება მაგას ყველაფერს გადავიღებ დავდებ და ვნახოთ დაიწყეთ ჩემთან ერთად კეთება და თქვენს ნახეთ როგორ გამოგივათ შეგიძლიათ კითხვები მომწეროთ WhatsApp-ში შეგიძლიათ თქვენი გადაღებული ვიდეოები მომაწოდოთ და თუ რამე კორექტირება იქნება ერთად გავიაროთ იმედია რამე არ დამავიწყდა დიდი მადლობა ყველას